ერთი თვე გავიდა, რაც რემონტი დავიწყეთ და რა გავაკეთეთ ამ ერთ თვეში და რა დაგვიჯდა, მაგ ყველაფერს გეტყვით ახლა. ელექტროობა გავაკეთეთ, ოღონდ თავის შესრულებიანად უკვე მზად არის. ტიხრებიც გავაკეთეთ, ამოშენებული აგერხიდავთ. სანტექნიკაც გავაკეთეთ, მზად არის. გეგმარებები ყველაფერი მოვჩით და გადავედით რენდერებზე. რენდერებიც ყავის კუთხე, სველი წერტილი და სამზარეულო გვაქვს უკვე. და ისიც იატაკიც ხო დავაგეთ და ამ იატაკის გამოსავალი რაც მოვიფიქრეთ, უფრო ბიუჯეტური რაც იყო, რა ქვია OSB? OSB, ოკეი, რომ დავთვალე, მიჯდებოდა დაახლოებით 5000 ლარი, მხოლოდ იატაკი 35 კვადრატზე და ძალიან ძვირი გამომდიოდა ჩემთვის. ის OSB დავაგეთ, მე ამაზე ლამინატს დავაგებთ და მისი ნახევარი ფასი გამოვა დაახლოებით, ხო? ნუ გააჩნია ხა ლამინატს თუ არა ვარჩევთ 5000 ლარი. რკინის კონსტრუქციაც რო გავაკეთეთ, კონსტრუქცია დაჭდა მარტო 10000 ლარი. ხის საფეხურებიც ხო ვიყიდე, საფეხურები 15 ცალი ვიყიდე, ეს ევროვაგონკაში ვიყიდე სხვათა შორის და ისეთი ფასი დამისვეს ტიპებმა, რომ მეთქი ვიდეოში ჩაგსვამთ. ძალიან ხარისხიანი და რაღაცა 35 თუ 38 ლარი თითო საფეხური და აქამდე იყო მოსული ხელოსანი, რომელმაც მითხრა, რომ ძალიან იაფად მოგცემო 100 ლარათო თითო საფეხურს და მეთქი 15 ცალია თქო და 1500 ლარი საფეხურს უნდა გამო. ხო, ძალიან იაფიაო. სხვათა შორის ეს რკინის ხელოსნებიც ძალიან კაი ტიპები იყვნენ. მაგის ნომერსაც ხო დავტოვე. და მალე გამიკეთეს 3 დღეში. სხვაებით ორ კვირას მეუნებოდა. გამოვლენ ლესვაზე. ნახოთ ეგენი როგორ შეასრულებენ თავენ საქმეს და მე თუ კარგად მე ჩავსვამთ ვიდეოში.